მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? ისე მომენატრეთ, რომ ახლა დრო გამოვყავი, რომ თქვენთვის ჩამეწერა ვიდეო. ამბოლოს ხარ ჩანმოღებას. მე მგონი ერთ კვირაზე მეტია, არ ჩამეწერია არაფერი. ხო და ახლა გავიგოთ, რა ფიქრებიო თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით. ჯერ გავიგოთ, რა ურთიერთობაში მყოფებით ახლა თქვენ და ის ადამიანი. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ურთიერთობაში ხართ თქვენ და თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება ამჟამად. საინტერესო. რა ხდება? ურთიერთობა, ესე ვიტყოდი, სადაც ერთ-ერთი თქვენგანი და სავარაუდოდ თქვენ საკმაოდ ისეთი დიპლომატი ტიპაჟი ხართ და ან თქვენ გატრიალდით ამ ურთიერთობიდან, ესე ვიტყოდი, თან ანუ ესეთი ჩამოუყალიბებელი და ისე კი არა, რომ აი დაუშვათ რომ ქრებიან ხოლმე ერთმანეთის ცხოვრებიდან მოულოდნელად და რომ დაუშვათ არაფერს უხსნიან ერთმანეთს, ხო? ეს არის პატარა ადამიანების საქციელი. თქვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული ზრდასრული პიროვნება ხართ და ამ ადამიანთან აი ესე საუბრის შედეგად წახვედით მისგან და ახლა ძალიან როგორ გრძნობთ თავს იცი, აი უფრო ამაღლებულ ვიბრაციებში, უფრო იპოვეთ თითქოს საკუთარი თავი, უფრო მყარად გრძნობთ თავს, უფრო მეტი შემოსავალიც გაგიჩნდათ შეიძლება, საკუთარი თავი უფრო მეტად მოგწონთ ახლა და ეს ყველაფერი საკმაოდ იცით როგორი იყო, აი მოულოდნელი გადაწყვეტილება შეიძლება მისთვის სავარაუდოდ საკმაოდ ისეთი ახალი ეტაპი დაიწყო ორივე ცხოვრებაში თქვენთვის, ვიტყოდი რომ კარგი ეტაპი და ამ ადამიანისთვის ვერ გეტყვით, აქ ჯერჯერობით არ მიჩანს, აქ მიჩანს თქვენი ვიბრაციები და თქვენი ენერგიები ძირითადად და თქვენ საკმაოდ მყარად და კარგად გრძნობთ თავს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და თქვენ შორის არის წასვლა, ასე დავარქმევ. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის უკვე თითქოს აღარ იყო მნიშვნელოვანი, აი ემოციებიც აღარ გქონდათ თუ თითქოს აი ამ ვიღაცას ემოციები გაუქრა, ვიღაცისთვის უკვე არაფრის მომტანი არ იყო ეს ურთიერთობა. შეიძლება იცით რა მომენტი იყო? შეიძლება გრძნობები გაქვთ ისევ, მაგრამ მიხვდით რომ ეს ურთიერთობა ან წინ არ მიდიოდა, არ ვითარდებოდა და თქვენ როგორც რა ფორმატითაც გნებავდეთ, ისე არ მიდიოდა ეს ყველაფერი და დაანებეთ თავი. ანუ წახვედით ამ ყველაფრიდან და უფრო უკეთესად გრძნობთ თავს. კარგი. ასევე ვიტყვი, რომ ამ ურთიერთობას შეიძლება რაღაცა ისეთი ესეც შეიძლება რეზონირდეს ზოგიერთზე, რომ საკმაოდ ბევრი მტერი ყავდა ამ ურთიერთობას და რაღაცა ისეთი სხვადასხვა ადამიანების საუბრების გამო ეს ვარიანტიც შეიძლება რეზონირდეს ზოგიერთ თქვენგანზე, თქვენ უკვე ყელში ამიგივიდეთ ეს ყველაფერი და დაანებეთ ამ ადამიანს თავი. კარგი, მოდით ნახოთ რა ფიქრებით, რა ფიქრებით და გადმომივარდა პენტაკლების პაჟი, ეს ადამიანი შეიძლება ცდილობს თქვენთან უნდა თქვენთან დაკავშირება, მაგრამ არ იცის რა ფორმატით. აბა ვნახოთ. რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით?
ხო, კიდევ ვიტყვი იმას, რომ თუ ის რაც წეგან ვისაუბრე, ეს ფორმატი თქვენზე არ რეზონირდა, მაინც მოусმინეთ ფიქრებს, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრებს, რადგან იცით, რომ ბევრჯერ ვკითხულობ ერთი და იგივე კითხვას და შეიძლება თქვენზე რეზონირდეს რომელიმე. კარგი? ვნახოთ. რა ფიქრები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას? ერთად შემო. საოცარია. ამ ადამიანს ჯერ დავიწყებ იმით, რა ფიქრები აქვს თქვენზე და ეს ადამიანი აღგიქვავთ იმპერატრიცად, ქალად, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ქალად, რომელიც მისთვის ნომერ პირველია, ქალი, რომელიც შეიძლება მისი მეუღლეც იყავით, ან ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდა და ფიქრობდა, რომ მისი შვილების დედა უნდა ყოფილიყო, ქალი, რომელიც მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი იყო და ადამიანი, რომელსაც ყველა ის თვისება აქვს, რაც ქალში მოწონს, ხართ თქვენ. ასევე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი თქვენზე ენერგეტიკულად ძალიან დღემდე დაკავშირებულია, არ ვიცი, რამდენი ხნის გაწყვეტილი ურთიერთობა გაქვთ. ნუ არ ვიცახი ხა წლების მანძილზე რომ უკვე დაშორებულები არიან და სათითაოდ ორივე ცალ-ცალკე ოჯახი გყავთ, მაგაზე არ მაქვს საუბარი. აი, ნუ მაქსიმუმ 1 წლის მანძილზე მომხდარ სიტუაციას. ხო, ძალიან ენერგეტიკულად არის დაკავშირებული თქვენზე ეს პიროვნება. შეყვარებული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიტყოდი იმასაც, რომ აქ ამ პიროვნებას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, არჩევანი ხა ყველასთან სხვადასხვა არის, რა თქმა უნდა, და სურვილი აქვს, რომ თქვენთან ერთად აშენოს რაღაცა ახალი, გამოვიდეს კომუნიკაციაზე. აი, წეგანაც რომ ამომივარდა ხო ეს პენტაკლების პაჟი, ცდილობს, რომ რაღაცა მოიწეროს, შეიძლება დაწერს წაშლის, ან დარეკვა უნდა და აკრიფავს ნომერს და აღარ რეკავს. მე აი რაღაცა ესეთ პროცესშია ეს პიროვნება, ფიქრები აქვს და ძალიან გაფასებთ და ძალიან მოცულია თქვენით ეს პიროვნება. ნუ თქვენ განგიხილავთ როგორც მის მეორე ნახევრად. ასე ვიტყოდი. ხო. თქვენ მისთვის ხართ რაღაცნაირი სიმშვიდე. აი, თითქოს თქვენთან, როდესაც იყო ხოლმე შინ გრძნობდა თავს, თქვენ ძალიან ისეთი ქალი ხართ მის თვალში, მაღალ ვიბრაციული და ქალი, რომელიც რაღაც ესე პაჭი-პუჭა, ასე ვიტყოდი და არაფრის მომტან ურთიერთობებს არ იმსახურებს და არც ცდილობს და არც აპირებს ასეთ ურთიერთობებში შესვლას და იცის ზუსტად რა ფორმატის ურთიერთობაც გნებავთ და თვითონაც კაი, ვნახოთ მე რამდენად თანახმა, მაგრამ სურვილი აქვს ნამდვილად, რომ თქვენ იყოთ ის ვისთანაც დაუშვათ მთელ ცხოვრებას გაატარებდა. ხო, ეს ადამიანი კი ფიქრობს რაღაც ძალიან ბევრს ფიქრობს რა, აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს პიროვნება შეიძლება ძალიან უწვრილ მანდება და ძალიან დეტალებში განიხილავს ამ თქვენთან დაკავშირებულ საკითხს, თქვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხს. ხო, და ცდილობს, რომ რაღაც ააშენოს თქვენთან ერთად. კარგი. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებთ ამ ყველაფერს, ვინც იცით, რომ ეს ყველაფერი თქვენზე რეზონირდება ნამდვილად, მეგობრებო, არ გადავარდეთ ილუზიებში, კარგით? აი, თუ ადამიანი თქვენთან ისეთი უპასუხისმგებლო იყო და ესე უხეშად რომ თქვა, არასერიოზულ ურთიერთობას გთავაზობდეთ, ეს ვარიანტი თლად ეხსე თქვენ არ აითვისოთ. ეს ეხება მათ, ვინც იცით, რომ და გრძნობდით, რომ ამ ადამიანისთვის ბევრს წარმოადგენდით და ბევრს ნიშნავდით.
ეს ცოტა უხეშად კი შეიძლება გამომივიდა თქმა, მაგრამ ამას იმიტომ ვაზუსტებ მეგობრებო, რომ არ მინდა რომ ჩემი გაშლა ვიღაცა ადამიანების და ქალებისთვის იყოს ილუზიური და აი გაშლაში მოვისმინე რომ ესია და ესე იგი მართლა ესია. ანუ უფრო იყავით რეალისტები, ხო? საკუთარი თავისთვის პირველ რიგში, რომ არ გადავარდეთ რაღაცა ტიპის ილუზიებში. კარგი, მოდი გავიგოთ კიდევ რა ფიქრები აქვს. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ეს ცოტა გამოვწიოთ, არა? აი ესე. საინტერესოა. ამ ურთიერთობაში მეგობრებო, საკმაოდ ისეთი ტრანსფორმაციული ცვლილებების მომტანი პერიოდია. არ ვიცი ხა თქვენ რამდენად ხართ ერთად ან არ ხართ, თუ ხართ ერთად, იცოდეთ რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტი სტაბილურობისკენ იცვლება. რაღაცა გიმართლებთ, ასე ვთქვათ და ბედის ბორბალი თქვენსკენ იხრება და ბედნიერებისკენ და სტაბილურობისკენ მიდის ეს ურთიერთობა. ნუ აქ იქნება უფრო ისეთ როგორი, ანუ მამაკაცი იქნება თქვენს გვერდით, როგორც მეუღლე, მზრუნველი, როგორც ფინანსურად, ასევე თვითონ ურთიერთობის ფორმატითაც, აი არ არის აქ ისეთი სიტუაცია, სადაც დაუშვათ უპასუხისმგებლო პიროვნება პირიქით ძალიან ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობას აიღებს ამ ურთიერთობაზე ეს პიროვნება და იქნება შეიძლება ლიდერი ამ ურთიერთობაშიც, რომ აი თვითონ მართავს თითქოს, მაგრამ მართავს იმ მხრივ, როგორც თქვენს გინდათ და თქვენს ბედნიერებას მოგანიჭებთ და არა ის, რომ მე ეგოისტი ვარ და მე როგორც მინდა ისე. მიხვდით? ხო, აი ამ მხრივ ხდება ძალიან დიდი ცვლილებები, ან კარგი ცვლილებები იწყება თქვენს ურთიერთობაში. ნუ ამას ფიქრობს ეს პიროვნება თქვენთან დაკავშირებით, რომ მოგანიჭოთ ბედნიერება, ვისაც არ გაქვთ ახლა ურთიერთობა და გაწყვეტილია თქვენი კავშირი, ეს ურთიერთობა აუცილებლად შემოbrunდება ისევ, მაგრამ უფრო მეტი სტაბილურობით და უფრო ისეთი მყარი ფუნდამენტით, ასე ვთქვათ, უფრო გაამყარებს ამ ურთიერთობას ეს პიროვნება და თქვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი ბედნიერების მომტანი. ესეთი ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ხო ამ პიროვნებას. კიდევ რა ფიქრები აქვს ამ თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით? ძალიან კარგი. ხოი. ჩვენი პენტაკლების პაჟიც მოვიდა. წეგან რომ ამოვიდა. აქ როგორი ფიქრები აქვს მეგობრებო? ეს ადამიანი, ყურეთ, როგორც წეგან აღნიშნე, ფიქრობს ნამდვილად, აი ზუსტად ის არკანები, რაც თავში მქონდა, ისინი ამოვიდა თითქოს რაღაც ახალს ფიქრობს თქვენთან, რაღაც სუთავიდან დასაწყის მიხვდით, აი არ ვიცი თქვენს ურთიერთობაში რა მოხდა, რაღაცა არის დასრულებული, მაგრამ ეს პიროვნება ფიქრობს რაღაცის ნულიდან დაწყებას, სუთავიდან, სულ რაღაცა ახალი ფორმატით. ამიტომ გითხარით, რომ აი პენტაკლების პაჟი ცდილობს რაღაცის შემოთავაზებას, რაღაც ახალი სულ ნულიდან დაწყებას, მაგრამ უფრო მყარი დაწყება იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ უყურეთ, აქ კიდევ კი ცდილობს რაღაცა სიმყარეს, მაგრამ ეს შეიძლება სხვათა შორის არ იყოს რაღაცა ძველი ურთიერთობა და იყოს რაღაცა ახალი გაცნობილი ახალი გაცნობილი პიროვნება, მიხვდით, რომელიც ცდილობს რაღაცის დაწყებას თქვენთან
ნოლიდან, თავიდან იწყებთ რაღაცას, რომელიც იქნება საკმაოდ ისეთი მომავალში უფრო სტაბილურობისკენ რომ მიდის, ხო ხდებით რაღაც ისეთი თვითონ ესე ფიქრობს, მიხვდით? ანუ ჯერ თქვენი აზრი არის ისე ვფიქრობ ამ პიროვნება. თავისი ფიქრები ეს და ცოტა ისეთი ილუზიური პიროვნებაა, მიხვდით? ანუ კი ფიქრობს თვითონ ამ ყველაფერს რაღაცა შეიძლება ეს იზრდება კიდეც ამას. რომ აი თქვენთან როგორ აქვს სტაბილურობა, ოჯახი, მიხვდით? აი რაღაც ესეთი ძალიან მყარ ურთიერთობაზე ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ეს ფიქრობ, რომ უფრო ახალი დაწყებული ურთიერთობა შეიძლება აი რაღაც რამოდენიმე დღის წინ ან რამოდენიმე კვირის წინ გაიცანით და ჯერ არ გაქვთ ეს ყველაფერი, რაღაც თქვენ არ ფიქრობთ ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს ადამიანი ნამდვილად არის ესეთ სტაბილურ ფიქრებში თქვენთან, იმიტომ რომ აქვს ეთყობა ეს რაღაც მოწონება და ასე შემდეგ, თქვენ მის სტანდარტებში ჯდებით, მაგრამ აი თავის მხრივ ეს პიროვნება საკმაოდ ისეთია ილუზიური, იმიტომ რომ ჯერ თქვენი პასუხი არ იცის ამ ადამიანმა. საკმაოდ ისეთი ხა ჯერჯერობით ესე მიჩვენებს ტარო, რადგან ეხლა აქვს ამ ადამიანს ესეთი ვიბრაციები თქვენთან დაკავშირებით, საკმაოდ მონოსხოლ და ქარიზმატულია შეიძლება თქვენს თვალშიც ეს პიროვნება, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ესე აღნიშნე, კი ფიქრებში აქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ეს რაღაცა ჩამოყალიბებული არ არის თქვენ შორის კავშირი. და ესეთი ისაც გაქვთ ესეთი ახალი ურთიერთობა დაწყებული, მეგობრებო და გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ ეს ადამიანი ძალიან აკონტროლებს სიტყვებს თქვენთან, ქმედებებს თქვენთან და საკმაოდ ისეთი ზომიერი პიროვნება არის. იცოდეთ, რომ ამ ადამიანის ფიქრებში საკმაოდ ისეთი სტაბილური და მყარი ადგილი გიკავიათ. ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე, Viber-ზე. დროებით.